elections with many different forms. არჩევნებით, რომელიც call-ცენტრების გამოყენებით, ადამიანების პირადი მონაცემების სიებით და სხვა ტრადიციული მეთოდებით გაყალბდა, მივიღეთ მარიონეტი მთავრობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროპულ გზას დააშოროს და რუსულზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს საქართველოში იმუშავებს და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც მოხდეს. ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება მხოლოდ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 80% დიდი ხნის წინაც მხარს უჭერდა ევროპულ გზას. ეს ასევე შავ ზღვას უკავშირდება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს მას ხვალ. ამ ბოლო პერიოდამდე და უკრაინის ომამდე ნატოს გემები, ევროპელი პარტნიორები შემოდიოდნენ. ეს გაჩერდა. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, არავინ იცის ჩინელები ეპატრონებიან თუ არა მას. ეს არის ის, რაც გვესმის, მაგრამ ჩინელების შემთხვევაში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, კონტრაქტს ვერ ხედავ. მისი შინაარსი არ იცი და მას შემდეგ გაიგებ, რაც საქმე ბოლომდე მივა. ასე რომ ეს გაცილებით მეტია ვიდრე ქართული პოლიტიკა. გაცილებით მეტია ვიდრე ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება. ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის. თქვენი კითხვა ასეთია: როგორ ვამარცხებთ დიქტატურას, რადგან ამ მომენტისთვის სუსტი, მაგრამ მაინც დიქტატურა გვაქვს. პასუხია: წინააღმდეგობით. და ვფიქრობ, ხალხს ეს აქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ჩემი როლი პოლიტიკური პარტიების უფრო მეტად კონსოლიდაციაა, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, ვინაიდან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია. მე არ ვარ პროტესტის ორგანიზატორი, მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქუჩაში დარჩენა, ზოგიერთს ციხეში დარჩენაც კი თუ კი საჭირო იქნება. არავის გამოუგონია სტრატეგია დიქტატურის დასამარცხებლად, გარდა წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, გარე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.